მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ძვირფას უსტუმრებო. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ, რომ დღეს მოგზანდით. დღეს ჩვენ რიგით მეხუთე შეხვედრა გვაქვს კომისიის ფარგლებში და ამით დღევანდელი შეხვედრით ვასრულებთ დისტრიბუტორებთან შეხვედრას და შემდეგ გვექნება შეხვედრები უკვე საცალო ქსელებთან. მოკლედ რომ შევაჯამოთ ამ ხუთი შეხვედრის შედეგი მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები გამოეკვეთა სექტორში, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ფასწარმოქმნის ჯაჭვში ქმნის დამატებით ხარჯებს და ყოველივე ეს აძვირებს სამოხმარებლო პროდუქტს და საბოლოო ჯამში ჩვენი მოხმარებელი იხდის საფასურს. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში ჩვენი კომისიის მიზანი არის რომ ეს სისტემური პრობლემა გასწორდეს და გასწორდეს ისე რომ ამას ჰქონდეს სისტემურად გასწორდეს და შევქმნათ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო რომელიც სამ მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებს რაც ჩვენ დავინახეთ. პირველი ეს არის რომ სექტორში არ არის სათანადო გამჭვირვალეობა და პროცესში ჩართულ კომპანიებს შორის ურთიერთობებში არ არის გამჭვირვალეობა. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა და ეს იწვევს მეორე პრობლემას. მეორე მნიშვნელოვან პრობლემას, რადგანაც არ არის გამჭვირვალეობა, ჩვენ რაც დავინახეთ ჯერჯერობით, ბიზნესი ვერ გეგმავს ხანგრძლივ პერიოდში და არ არის ბიზნესს არ გააჩნია პროგნოზირებადის სათანადო საშუალება. რაც თავის მხრივ კიდევ დამატებით ხარჯებს იწვევს და ამასთან ძალიან დიდი პერიოდი, გადახდის პერიოდი, რომელიც დამატებულ ფინანსურ ხარჯებს ქმნის და საბოლოო ჯამში ასევე ჯაჭვში მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ჩვენ დავეხერხეთ ამ ეტაპზე არის ასიმეტრიული ურთიერთობები, ასე რომ ვთქვათ, არათანაბარი, არადაბალანსებული ურთიერთობები ჯაჭვის ვერტიკალში, რომელიც არასათანადო, არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის. და ყოველივე ეს ქმნის გარემოებას როდესაც არიან საერთო კომპანიები, რომლებსაც პრივილეგირებული პოზიციები აქვს და შეუძლიათ მაქსიმალურად, ასე რომ ვთქვათ, ბაზრის მნიშვნელოვანი წილი წაიღოს და შესაბამისად გადამეტებული მოგება დააგენეროს, რადგან კონკურენცია არ არის და მეორე მხრივ არსებობს ჯაჭვის კომპანიები, რომელსაც დამატებითი ხარჯები ექნებათ, რომელიც საერთო ჯამში აწება პროდუქციის თვითღირებულებას და ქმნის დამატებით ხარჯს ჯაჭვს. სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე ეს რო შევაჯამოთ, ჩვენი მიზანი არის, რომ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ, სადაც ურთიერთობები იქნება პირველი გამჭვირვალე, მეორე პროგნოზირებადი და კონკურენცია იქნება ჯანსაღი. აი ეს სამი მოცემულობა მოგცემს საშუალებას, რომ ბაზარზე მივიღოთ მნიშვნელოვანი კორექცია და მივიღოთ კორექცია კლებისკენ, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ჩვენმა მოხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ფასი. ეხლა მინდა თითოეულ თქვენგან გთხოვოთ, რომ თქვენი კომპანიის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეთ. მესმის რომ თქვენ ხართ მსხვილი დისტრიბუტორები და ასევე ვთქვათ ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი არის თქვენი და გვინდა დავინახოთ რომ აი განსაკუთრებით დისტრიბუციის ნაწილში ძალიან მაღალი არის ფასნამატი. ხო არის სექტორში ფასნამატი, რომელიც არის სტანდარტი სხვა ქვეყნებში. მათთან შედარებით სამწუხაროდ ძალიან მაღალია და ჩვენი ახლა პირადი შეფასებით ეს არის კონკრეტული საოპერაციო ხარჯებიდან გამოწვეული და გვინდა სწორად ესმოდეს რა იწვევს ამას, ასეთ მაღალ ფასნამატს თქვენ გულში, რასთან გვაქვს საქმე, როგორ შეგვიძლია ოპტიმიზაცია და ვისაუბროთ გახსნილად. რომ კიდევ ერთხელ სწორად დავინახოთ პრობლემები და შემდეგ ჩვენ მიზანი არის რომ სწორი ინსტრუმენტების დანერგვით სექტორი გავასწოროთ სექტორში ურთიერთობები და გავაჯანსაღოთ და გისმენთ და ჩვენ მზადა ვართ რომ ღია დისკუსია გქონდეს დღეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. მადლობა. ბატონო ნიკოლოზ თქვენი დავიწყოთ. მოგესალმებით, ნიკოლოზ ბურდული, კომპანია Food Service. პირველ რიგში ფასის მდგენელს რო გავყვეთ, ძირითადად სურსათ საკვები მიმართულება, რძის ნაწარმი,
კონსერვაცია. გაყინული პროდუქტებიც მათ შორის. ძირითადი 90%-ზე მეტი არის იმპორტირებული საქონელი. და რო გავყვეთ ფასის მდგენელს, პირველი ფასის მდგენელი არის შესასყიდი ფასი, რომელსაც იმპორტის შემთხვევაში დისტრიბუტორი უცხო ქვეყნიდან ყიდულობს უცხოურ ვალუტაში. შემდეგ ამას მოყვება ტრანსპორტირება საქართველომდე, შემდეგ მოყვება ვალუტის გაცვლითი კურსი, რომელიც დოლარშია, ევროში, ხშირ ძირითად შემთხვევაში. და შემდეგ არის დისტრიბუტორის საოპერაციო მარჟა. თავი რო დავანებოთ მარკეტინგულ ხარჯს, რომელსაც უხდის ქსელებს, ეს შესაბამისად ფასშია ჩადებული და შემდეგ უკან ხდება ამის გადახდა. ანუ ნეტ მარჟაზე რო ჩამოვიდეთ, საბოლოო ჯამში პროდუქტის თვითღირებულება საწყობში უკვე და დისტრიბუტორის ფასნამატი მარკეტინგული ხარჯის გამოკლებით ჩვენ ამ შემთხვევაში არის დაახლოებით მერყეობს 16-დან 17%. მარკეტინგული ხარჯის შემდეგ. იქ ახლა ცოტა ხანი რო ჭხილებს გარეთ გავიტანოთ ეს მარკეტინგული ხარჯები, დისტრიბუტორის მარჟა, ანუ საოპერაციო ხარჯის დაფარვისთვის რა. მე რომელიც ხმარდება გაყიდვების ხარჯს, ლოგისტიკურ ხარჯს, რომელიც სჭირდება ქვეყნის პერიმეტრზე დარიგებისთვის საქონლის, ფინანსური ხარჯი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში ბანკიდან არის დაფინანსებული და მთლიან დებიტორს ფაქტიურად იგივე ქსელის საბრუნავ კაპიტალს ხშირ შემთხვევაში და ძირითად შემთხვევაში დისტრიბუცია აფინანსებს, იმიტომ რომ თაროზე განთავსებული საქონელი არის მთლიანად დისტრიბუციის მხრიდან დაფინანსებული, რომელიც 60 და 70 დღეს ცდება დებიტორის დავალიანება. მოკლედ ეხლა თქვენ რასაც ბრძანებთ ხო, ესა რა ქვია, ძირითადი სამი პრობლემა თქვენ რას ფიქრობთ? მოდიას შევაჯამოთ ეხლა. გასაგებია რომ არსებობს ესე იგი კოქსი არის, რაც არის პროდუქციის ღირებულება და შემდეგ იწყება ფასწარმოქმნა, რომ არის ფასნამატი, მარკაპი, ასე რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში 26% არის, ჩვენ რაც შევხედეთ იმას. ხო, თუ გამოვაკლებთ შემდეგ უკვე დაფინანსება. არა, უყურეთ, მე მაქვს თქვენი ოფიციალური ციფრები 2024 წლის აუდიტის რეპორტი, სადაც მარკაპი არის 26%. ეს არის სხვაობა, ასე რომ ვთქვათ, გროს მარჟა. კი ბატონო. გროს მარჟა არ არის, გროს მარჟა 20%-ია, მაგრამ მარკაპი, ასე რომ ვთქვათ, ფასნავატი არის 26%. ხო, და რაც შეეხება საოპერაციო ხარჯები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, მათ შორის მარკეტინგი, ისა რა ქვია, გაყიდვების ხარჯი, ხელფასები, ტრანსპორტირება, ლოგისტიკა დაახლოებით არის 15% თქვენ შემთხვევაში. ჩვენი ანალიზით. ხო, ეხლა კითხვა მაქვს, რომ ამ საოპერაციო ხარჯებში, რომელიც არის 15% და ამ შემთხვევაში სექტორისთვის მაღალი არის, სხვა ქვეყნებს რო შევადაროთ, რა კომპონენტები არის თქვენ შემთხვევაში, რომელიც იწვევს საოპერაციო ხარჯების გაძვირებას და რა სად ფიქრობთ, რომ ოპტიმიზაცია შეიძლება გაკეთდეს? აი თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორც კომპანიის წარმომადგენლის. აი რა ნაწილი არის, აი ბრძანეთ მარკეტინგის და გაყიდვების ხარჯი, დისტრიბუციის ხარჯი, როდესაც ქსელში შედიხართ, ხო? აი ამ ნაწილში რო გითხრათ, რომ რა სად ხედავთ, თუ ხედავთ, რომ შესაძლებლობა რომ ოპტიმიზაცია მოხდეს? მარკეტინგულ ხარჯში თავისთავად ახლა მანდ უკვე ახლა ეგ ჩვენი ნაწილი ნაკლებად არის უფრო რიტეილის მხარეა, თორე უშუალოდ დისტრიბუციის მხარეს აი ეს 15%. მანდ ოპტიმიზაციის საშუალება, ახლა 2024 წლის აქეთ მონაცემებს რო ჩავხედოთ, იქ შედარებით კიდევ უფრო შემცირებულია. ესე იგი მარკეტინგის ხარჯი მცირდება პროცესში თუ ის საოპერაციო ხარჯი. მარკეტინგის ხარჯი იზრდება. იზრდება, ესე იგი რაც ბოლო 3 წლის დინამიკაში, ესე იგი მარკეტინგის ხარჯის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ასე რომ ვთქვათ, ფასნამატში მონაწილეობს. პრინციპში ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი. თუმცა მარჟამდე სანამ მივალთ, გაზრდილია ასევე ლოგისტიკური ხარჯი,
რომელიც მანდ არ შედის და პროდუქციის თვითღირებულებაში შედის, სანამ ადგილამდე ჩამოვა. არა, გავიგე, ეგ გარე ფაქტორია, რომელსაც გარე ფაქტორი ძალიან დიდ იმას თამაშობს, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა მომწოდებელმა ფასები გააძვირა იანვრიდან მოყოლებული, წლევონელი იანვრიდან. მაგრამ გარე ფაქტორი მარკაბზე არ მოქმედებს. არ მოქმედებს. ჩვენ საუბარი გვაქვს რატო არის ხარსნამათი მაღალი. გასაგებია დაფიქსირდა იმპორტი, შემოვიდა გააწყვეტ საწყობში, მაგრამ ამის შემდეგ რომ 26% არის მარკაბი, აქ მაინტერესებს რა პრობლემები, რა პროცესები იწევს ამის გაძვირებას. და თქვენ შემთხვევაში არც ისე მაღალია და არის კომპანიები, რომლის შემთხვევაში მნიშვნელოვანი მაღალია და მაგაზე გადავალთ შემდეგ, როდესაც მათთან გვექნება საუბარი და მე მაინტერესებს, აი მარკეტინგის ხარჯი გაიზარდა, ეხლა გადახდების ნაწილში მაინტერესებს, იცით? აი მაგალითად ჩვენი ანალიზით 2023 წელს 75 დღეში ხდებოდა გადახდა და შემდეგ 2024-ზე 123 დღეზე როგორც თქვენი მონაცემებით, რაც არის ღია ოფიციალური წყაროები და გადახდის პროცესები როგორ არის? აქ რას გვეტყვის, რამდენ დღეში ხდება აი საკონსიგნაციო პერიოდი ჩვენს კომპანიას საშუალოდ აქვს 70-75 დღე. ხო, ეგ გქონდათ 2023 წელს, მაგრამ ეხა მონაცემებია ჩვენებს რომ 123 დღეს აჩვენებს და რისგან არის ეს გამოვიწვეული? 2023 წელს სამწუხაროდ მე ამ კომპანიაში არ ვიყავი, თუმცა დღევანდელი მონაცემებით არის 75 დღე. კარგი, და კითხვა მაქვს, ესე იგი ეხლა როდესაც კარგი 75 დღეც მნიშვნელოვნად დიდია. აი როგორ ხდება სამუშაო კაპიტალის დაფინანსება ამ შემთხვევაში? ჩვენ შემთხვევაში დაახლოებით 20-30% არის ბანკით დაფინანსებული. 20-30% დანარჩენი არის შიდა რესურსებით. ბანკით დაფინანსებული და აი ბოლო წლების განმავლობაში ეს ესხები გაიზარდა მოცულობა. ჯამურად არა. არ დაგიმატებიათ? ნუ პერიოდულად ეხა თუ არ ჩავთვლით ნოემბრის და დეკემბრის მონაცემებს, როცა საქონლის შედარებით მეტი რაოდენობის მომარაგება ხდება ბრუნვიდან გამომდინარე, მან ხდება შედარებით მეტი კაპიტალის მოძიება, რომელიც ბანკიდან დროებითად 3-4 თვით აი მაგალითად 2024 წელს 11 მილიონი დაიმატეთ ეს 24 წელს 25-ში არ დაგვიმატებია და ეს სესხი რა გიждდებათ? სესხი საბაზრო რაც არის დაახლოებით 12-დან 13%-მდე დღესდღეობით. საბოლოო ჯამში ეს აწვება ხო, ის 75 დღე რო ავიღოთ გადახდის პირობა რაც გვაქვს, ის ნუ ხა ზოგ შემთხვევაში მთლიანად სესხით არის, ზოგი კომპანიის შემთხვევაში, ზოგის მთლიანად შიდა რესურსი, ზოგი ნაწილობრივ გაყოფილია 50-50-ზე და ამ შემდეგ და ძირითად შემთხვევაში აწვება საბრუნავ კაპიტალს, რომელიც არის ბანკიდან მოზიდული და რომელიც არის ძვირი და თვითღირებულებას ზრდის. რა თქმა უნდა, თავისთავად. ეხლა კითხვა მაქვს, აქედან გამომდინარე. თუ კი გადახდის პერიოდი შემცირდა, თქვა 75 დღიდან ჩამოვიდა 60 დღეს. ეს მოგცემთ თუ არა შესაძლებლობებს, რომ უფრო ასე რომ ვთქვათ, ხარჯები შეგიმცირდეთ, შესაბამისად საკრედიტო რესურსი აღარ დაგჭირდეთ. საკრედიტო პროცენტის პროპორციულად შესაძლებელი. კარგი, და ეს გამოიწვევს თუ არა ბიზნეს ეფექტურობის გაზრდას და შესაბამისად თვითღირებულების შემცირებებს. რა თქმა უნდა. ანუ ეფექტს მოგცემთ თქვენი აზრით. პროპორციული პროცენტულობით მოგცემს თავისთავად. კარგი, მადლობთ. გავაგზავნებ. მადლობა, მოგესალმებით ბატონო ნიკოლას. რამდენიმე კითხვა მაქვს. თქვენ ხართ როშენის ოფიციალური წარმომადგენელი? კი ბატონო. ასევე თქვენ დისტრიბუციას უკეთებთ იოგურტებს, რძის ნაწარმს, კეჩუპი, მაიონეზი. ნუ შეიძლება ითქვას, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებსაც. თქვენს ოფიციალურ გამოქვეყნებულ მონაცემებში ხედავთ, რომ 2024 წელს 23-თან შედარებით 25-ის ინფორმაცია არ გვაქვს. თქვენი საოპერაციო დანახარჯები გაიზარდა სადღაც 3%-ით. თუმცა ეს 3% ისე ჟღერს რეალურად სადღაც 5 მილიონით გაიზარდა. ანუ რამ განაპირობა ამ ხარჯების საოპერაციო დანახარჯების გაზრდა და აისახა თუ არა ეს ფასებზე, რომლითაც თქვენ აწვდით ქსელებს თქვენს პროდუქციას. თავისთავად
უსახვა მოხდებოდა 24 წელზე ცოტა ხო, ანუ წვირთად აწვება თქვენი საოპერაციო ხარჯები, პროდუქტის ფასს. და რეალურად რა იწვევს საოპერაციო ხარჯების გაზრდას ეს რომ გითხრათ? მან რამდენიმე ფაქტორია. პირველი არის სამუშაო კაპიტალი და სამუშაო ძალა, რომელიც წლიდან წლამდე ზვირდება, ანუ ხელფასის მატება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასევე ლოგისტიკური მიმართულებით საწვავი. ძირითადი საოპერაციო ხარჯები ეგ არის. აქ არ შედის მარკეტინგის და ქსელების მხრიდან და თქვენ რომელ მონაცემებს უყურებთ, შეიძლება შედის, მაგ 3% ჯამურს თუ უყურებთ, კი შედის. კი, ჯამურს უყურებთ. მაშინ შედის. გასაგებია. შესაბამისად, ანუ მუშახელის დანახარჯიც ხელფასიც ამ პროცენტულობით დაახლოებით გაგეზარდათ. მეტნაკლებად, დიახ. და ვთქვათ, რა დაგიშლით, რომ თქვენი ფასი თქვენს პროდუქტზე არ გაზარდოთ საკმაოდ დიდი ფასნამატით. ანუ რა პოლიტიკა გაქვთ, ანუ რეალურად ოფიციალური წარმომადგენლები ხართ ბევრი მნიშვნელოვანი ბრენდის. დიახ. შესაბამისად, კონკურენციას ამ კუთხით ვერ გაგიწევთ, ისეთი ბრენდები შემოგაქვთ, რომელიც საერთაშორისო ცნობილია და რთულია, რომ სხვა უფრო ნაკლებად ცნობილმა ბრენდებმა გაგიწიათ კონკურენცია და რამე პოლიტიკა გაქვთ ესეთი ანქსელების მხრიდან თქვენ ფასთან მიმართებით თუ შეგიძლიათ რომ ესე განუზომლად გაზარდოთ თქვენი ფასნამატი? განუზომლად, რა თქმა უნდა, ვერ გაიზრდება ფასნამატი გამომდინარე კონკურენციისა, იმიტომ რომ ნებისმიერ ბრენდს აქვს თავისი კონკურენტი და თაროზე ფასის მდგენელი ძირითად შემთხვევაში არის კონკურენტული ფასი. დაახლოებით თუ გაქვთ ინფორმაცია 2025 წლის მანძილზე დასაწყისიდან ბოლომდე რამდენით გაიზარდა თქვენი პროდუქტის ფასი? პროდუქტებს აი ისეთ უხეშად. 2025 წლის დასაწყისიდან 2025 წლის ბოლომდე ჩვენი პროდუქტის ფასი, ну, ბრენდებს გააჩნია რა. კი, ну, საშუალოდ ან შეიძლება რაღაც ერთი რომელიმე ბრენდი აიღოთ. მაქსიმუმ ალბათ 2%-ით. ისიც დიდწილად დამოკიდებულია შესასყიდ ფასზე, რომელსაც წარმოებელი კომპანია უდგენს დისტრიბუტორს. დისტრიბუტორი თავის ნებით ვერ ზრდის იმპორტის და აღნიშნული ოფიციალური ბრენდების წარმომადგენელი ვერ ზრდის თავის ნებით ფასებს. მით უმეტეს, როცა ეხება ეს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, რომლებიც ეხლა ჩამოთვალეთ. ყველა ყავს თავის წარმომადგენლობა საქართველოში, დისტრიბუტორს უწესებს ყველა თავის საოპერაციო ხარჯის კომპონენტსაც, მოგების კომპონენტსაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ ცდება 3%-ს და კარგ შემთხვევაში არის 5%, საბოლოო EBITDA-სთან თუ მივალთ და ჩვენი კომპანიაც მაგ ფარგლებში თამაშობს რა, ესე რომ ვთქვათ. 3-დან 5%-მდე EBITDA-ში. თქვენი პროდუქტი საქართველოში უფრო იაფად იყიდება თუ ევროპის სხვა ქვეყნებში? თუ გაქვთ ინფორმაცია, ну, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები რასაც ახლა მიგდებს? თუ არ ადარებთ ამ კუთხით? ან ჩვენი კომისიაც ხო ამას გულისხმობს, რომ ჩვენთან არსებული ფასები შევადაროთ, თქვათ, ევროპის ფასებს, რომელიც დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს წესით. იგივე დანუნის შემთხვევაში, რაც შეგვიდარებია, დიდი სხვაობა არ არის, დაახლოებით 5%-იანი სხვაობა არის. თუმცა არის ბრენდები, სადაც იგივე თუნდაც თურქეთთან მიმართებაში საკმაოდ დიდი სხვაობებია და ეგეც ბევრ ფაქტორთან არის დამოკიდებული. დიდი სხვაობა რომელ მხარეს? ან თურქეთში უფრო ძვირია თუ ჩვენთან? ჩვენთან უფრო ძვირია. და რა განაპირობებს ამ სიძვირეს, რომ დაგვეხმაროთ, მივხვდეთ? მაგას განაპირობებს პირველ რიგში ისევ მივალ წარმოებლის ფასებთან, რომ ხშირ შემთხვევაში არის, როცა დიდი მწარმოებელი, იგივე ევროპული, იგივე თუნდაც თურქეთი და სხვა ჩვენს ბაზარს უყურებს, როგორც უფრო ძვირ ბაზარს, პატარა შემსყიდველს და ხშირ შემთხვევაში არის შესასყიდი ფასები უფრო მეტი, ვიდრე ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში.
მიღწევებთან მიმართებაში. ანუ რეალურად თქვენი პროდუქტი წარმოების ადგილას შეიძლება თქვენს მიერ წამოღებული უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე სხვა ქვეყნების შემთხვევაში. იგივე ვარიანტი არის ყველა სხვა შემთხვევაში არის. კარგი, დიდი მადლობა. რასაც უკვე დისტრიბუტორი, ჩვენ რა თქმა უნდა მუდმივად მაღაზიაზე კამათი მუდმივად მიდის წარმოებელთან და მაქსიმალურად ხდება ამის შეძლების დაგვარაჩემცირება. თუმცა საბოლოო ჯამში თამაშის წესებს ისინი გარნახობენ ამ შემთხვევაში. მადლობა დიდი. მოგესალმებით. მოდი ამ თემიდან შორს რო არ წავიდე, ამას გავაგრძელებ რამდენიმე კითხვით. რამდენად ხშირად ფორმულირდება ფასი თქვენ წარმოებელთან, აი მაგალითად წელიწადში, წლის დასაწყისში, როდის თანხმდებით რაღაცა შესყიდვის ფასზე და რამდენ ხანში ერთხელ იცვლება ეს ფასი? ძირითად შემთხვევაში წლის დასაწყისში და წელიწადში ერთხელ ხდება აღნიშნული, თუმცა წლის შუაშიც ხშირად გადახედილა ფასები მწარმოებლის მხრიდან. რაც დამოკიდებულია თუნდაც ნედლეულზე, საერთაშორისო ბაზარზე, ნედლეულის ფასებზე და ასე შემდეგ. თქვენ ხაზი გაუსვით, რომ თქვენთვის გაცილებით ძვირად არის ეს პროდუქცია, ვიდრე მაგალითად ევროპის სხვა ქვეყნებში, რომელი ბაზრებიც უფრო დიდია. მიუხედავად ამისა, იქაც ესე იცვლება თუ მარტო ჩვენთან არის ესეთი მიდგომა, რომ წელიწადში ერთხელ შეთანხმებული ფასი შეიძლება გადაიხედოს. თუ ძირეულ ნედლეულზე ვსაუბრობთ, ალბათ ყველგან გადაიხედება ეგ ფასები, თუმცა პროპორცია ალბათ მაინც იგივე რჩება. სხვაობის პროპორცია რა, სრული. რა განსხვავებაა მაგალითად თქვენ ფასებთან მიმართებაში წარმოებლისგან და ევროპის ქსელებთან მიმართებაში? რამხელა არის ის განსხვავება, რაზეც თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენ უფრო ძვირად გვაძლევენ? ჩემი გამოცდილებიდან რაც მქონია სხვადასხვა ბრენდებზე სხვადასხვა რა, ესე ვერ ვიტყვი. ზოგან შეიძლება 10%-იც იყოს და ზოგან ძალიან მინიმალურია, 1-2%. თქვენ მაგალითად რო გქონდეთ ესეთი შემოთავაზება, რომ გექნებათ იგივე ფასები, როგორიც აქვს სხვა იმას, რამდენად ეს მისაღები იქნება თქვენთვის? რა თქმა უნდა, მზად ხართ, რომ ესეთი საუბარი მათთან გაიარა? კარგი. მარკეტინგის ხარჯი და თქვენ აღნიშნეთ, რომ cashback-იც გაქვთ, ხო? რამდენი პროცენტი არის? რა თქმა უნდა, ალბათ პროდუქციას გააჩნია რა პროდუქცია, ხო? ყველაზე დიდი ბრუნვა, დიდი მარკეტინგული არა, თქვენი პროდუქციის ყველაზე დიდი ბრუნვა რა მიმართულებით არის უფრო ხორცპროდუქტებია თუ ამ შემთხვევაში როშენის მიმართულებით არის ყველაზე დიდი ბრუნვა. ჩვენ კომპანიას რაც შეეხება. ხო. და მარკეტინგის ხარჯები თქვენ საქართველოში წევთ თუ ეს საერთაშორისო ის წარმოებელი აკეთებს ამას? ადგილზე არის მარკეტინგული ხარჯები საქართველოში არსებულ ქსელებთან. და ეს cashback-ი, რომელიც თითქმის ყველგან არის, რომ ამ კომისიის მუშაობის პროცესში სუგვესმის ეს. რამდენად ეს მარკეტინგის ხარჯად ითვლება ან არ ითვლება? აი რასთან შეიძლება ეს ჩავთვალოთ, რომ მარკეტინგის ხარჯია თქვენი? მეც როგორ არის ხშირ შემთხვევაში ამას ქსელები ფასდაკლებისთვისაც იყენებენ. იგივე აქციები რაც ხდება ამის როგორც დისტრიბუტორის მხრიდან დაფინანსება, ასევე გარკვეულწილად თაროს ფასიდან ქსელის მხრიდან დაფინანსებაც. გარკვეულწილად ის ჯამური პროცენტი რაც არის, ამის გარკვეული ნაწილი ხმარდება რეალურად მარკეტინგს და ფასდაკლებაში ისახება და დიდი ნაწილი ხმარდება ქსელის საოპერაციო ხარჯის დაფინანსებას. ჩემი პოზიცია არის ეს. და კიდე ერთი მიმართულება მაინტერესებს თქვენ დისტრიბუციის დროს. მხოლოდ თქვენ პროდუქციას უკეთებთ დისტრიბუციას თუ გაქვთ ისეთი პროდუქტები, რომელიც წარმომადგენლობა თქვენ არა გაქვთ ან ამ ქსელში ემსახურებით ამის დისტრიბუციისთვის?
ხოლო ჩვენ პროდუქტების დისტრიბუცია. ხოლო თქვენ. ესე იგი, ყველა დისტრიბუტორს თავისი სადისტრიბუციო ქსელი აქვს. არ არის ისეთი რაღაცა, რომ რაღაც ერთობლივად გააკეთოთ ამის დისტრიბუცია, ესეთი ცდელობა არ გქონიათ არასდროს. ისევ იქიდან გამომდინარე, რომ შეამციროთ ხარჯები. ამ შემთხვევაში ჩვენ ახლა ლოგისტიკა წარმომადგენლები ყავს დიპლომა ჯორჯია, რომელიც 2025 წელს ჩაუშვით საკმაოდ საინტერესო პროექტი ლოგისტიკური ჯაჭვის გაერთიანების მიმართულებით, რამაც საკმაოდ მოგვცა ეფექტურობა ჩვენ შემთხვევაშიც და კოლეგების დამეთანხმებია კოლეგების შემთხვევაშიც, რამაც ლოგისტიკური ხარჯის ეფექტი გამოიწვია. თუმცა როგორც კომპანია ლოგისტიკური ნაწილი ცალკეა, დანარჩენი საოპერაციო კომერციული ნაწილი მთლიანად food service-ის ხარჯს. რა თქმა უნდა, ეხლა კომერციულ ნაწილს ვერ გაერთიანებთ, ლოგიკურია, ხო? მაგრამ ის საკმაოდ დიდი მდგენელი ფასის, რომელსაც წარმოადგენს ლოგისტიკური ნაწილი, ამ შემთხვევაში ჩვენ შევძელით და გავაერთიანეთ, რომელმაც რამდენმა კომპანიამ შეძელით ამ ასეთი მოლაპარაკების მიღწევა დაახლოებით? ჩვენ და დიპლომა ჯორჯია, აი აგერ. ორმა. და იმოქმედა ამ ფასებზე? რამე შეღავათი გამოგივიდათ ამ მიმართულებით მუშაობამ. შედეგი გამოიღო? დადებითია ეს პროექტი თუ არ ყოფითად შეგიძლია შეგვიძლია გვაძლევს ანუ უბრალოდ თაროს ფასამდე რომ მივიდეთ, აი აღნიშნული ოპტიმიზაციები იძლევა დაახლოებით 1.0.5 აი ესეთ მინიმალურ საოპერაციო დანაზოგებს რა, რომელიც თაროზე იმდენად ანუ არასაგრძნობლად ისახება ესე რომ ვთქვათ რა. ეხლა 1% პროდუქტის ღირებულებაში გასაგებია. მაგრამ ესე იგი, რავი, აზრი არ აქვს, ესე იგი, ხო? შედეგი გამოიღო დადებითი და თუ ამას რაღაცა კიდევ უფრო გაადიდებთ, კიდევ უფრო მეტი იქნება ეს. შეიძლება. კი. კარგით, ბატონო, მე მაქვს ორი კითხვა დამაზუსტებელი. ერთი ისა წინა შეხვედრაზე, როდესაც ჩვენ დისტრიბუტორებთან მქონდათ კიდევ ერთი საკითხი გამოიკვეთა, რომ ასე რომ ვთქვათ, საქონლის ბრუნვა აღრიცხვა ცოტა პრობლემა იყო. პირველ თქვენ შემთხვევაში რამდენად პრობლემაა ეს, რომ ზუსტად გესმოდეს რა კონკრეტულ პერიოდში რა რაოდენობის საქონელი გაიყიდა, რა არის თქვენი ნაშთები ქსელებთან ურთიერთობაში, ეს პირველი კითხვა და მეორე მაინტერესებს თქვენი დისტრიბუტორის ცის რა ნაწილი მოდის ასე რომ ვთქვათ საცალო ქსელებზე, რომელიც არიან ორგანიზებული საცალო ქსელები და რა არის დანარჩენი. ორგანიზებული და არაორგანიზებული. დაახლოებით წილი არის 75-25 ორგანიზებული 75 ორგანიზებული და 25 არის არაორგანიზებულის შემთხვევაში. რაც შეეხება აღრიცხვიანობას, მან არის გარკვეულ ქსელებთან არის აღნიშნული პრობლემები. აი, პროცესები რამდენად გამჭირვალეა, რომ აი გესმოდეთ, მაგალითად ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ დროს გესმოდეს კონკრეტული ნაშთები. ის რაოდენობა, რა გაიყიდა, რა არის დარჩენილი, აი ეს ნაშთების ბრუნვა როგორ ხდება. მოთხოვნის შემთხვევაში ჩვენ ყოველ შემთხვევაში არ გქონია პრობლემა, რომ იმეს გაეზიარებინოს არა. მაგრამ ანუ აღრიცხვიანობის პრობლემა არ აქვს. პრობლემა არ გვაქვს. თუმცა ეგ ანუ ფასთან მიმართებაში არანაირ იმას როგორ არ აქვს, აი მაგალითად თუ ეხა რაღაცას მალავს რომელიმე ქსელი და თანხა არის გაყინული არაპროპორციული მაგ შემთხვევაში კი, მაგრამ ნუ ჩვენ ნაკლებად ვაწყდებით, მართავთ მაგ პროცესს. ესე იგი თქვენ ნაშთების მართვის და ნაშთების კონკრეტული მომენტში რაოდენობების აღრიცხვის პრობლემა არ გაქვთ, ასე რომ ვთქვათ. ოკეი. ანუ ის საშუალო დღეების რაოდენობა, რაც ვახსენე დაახლოებით 75 დღიანი საკონსიგნაციო პერიოდი, რომელიც ნუ მეტნაკლებად მაგაში მერყეობს, მაგაში ვეტევით, მაგრამ თვითონ ეგ არის მაღალი, თორე
ხო, გასაგებია, ძირითადი პრობლემა რაც ახსენეთ ეგ არის, რომ თუ ეს დამოკიდება, ეს გადახდის პერიოდი, ეს მნიშვნელოვანი შედეგს მოგცემთ. რაღაცამ თუ რაღაც დაგვიმალა, შეიძლება ეს გაიზარდოს, მაგრამ ნუ მაგ პროცესს შეძლებს დაგვარად მართავთ. კარგით, ვალდობთ. კი, მოგესალმებით, ბატონი ნიკოლოს, მაინტერესებს. ქვეყნის მასშტაბით რამდენი თანამშრომელი გყავთ დასაქმებული და თქვენ ახსენეთ, რომ გაქვთ კაპიტალის ხარჯები ზრდადი, ხო, დინამიურად. რა არის თქვენი თანამშრომლების საშუალო ხელფასი, თუ შეიძლება რო გითხრათ და რა არის მინიმალური ხელფასი და როგორია წლების განმავლობაში დინამიკა? თქვენ ახსენებთ, რომ უმატებთ თანამშრომლებს ხელფასს და როგორია ეს პოლიტიკა? მადლობა. დასაქმების კუთხით food service ასაქმებს დაახლოებით 400 ადამიანს ქვეყნის მასშტაბით. საშუალო ხელფასი, ეხლა ზუსტად ეგ მონაცემი არ მაქვს, არ წამომიღია, თუმცა 2000 ლარი შეგვიძლია ვთქვათ, სადღაც მაგ ფარგლებში იქნება. მინიმალური ალბათ 1200. მეგეთქვით, მე მაგ ციფრები 2023-დან 24-მდე სახელმწიფო ფონდი იყო 1,893,000 ლარი და ორი გაზრდილი არის 2.1%, გეტყვი 2.1% იყო ბურნის და ეხლა არის 2.6%. 2.5%-ით გაიზარდა ერთ წლის განმავლობაში. ნუ ხელფასების მატებაც არის ყოველწლიურად ჩადებული. ეს კარგი პოლიტიკა და კარგი ტენდენცია, უბრალოდ მაინტერესებდა მინიმალური ხელფასი ერთ დასაქმებელს. მაინც გავაჟღერე. კარგი. დიდი მადლობა თქვენ ასეთი ამოწურვებელი ინფორმაციისთვის. გასაგებია, თქვენ რაც ამოხატეთ, ეს არის თქვენთვის ნაშთების მართვა პრობლემა არ არის, ერთადერთი არის გაუმჯობესება, სადაც ხედავთ, ეს არის, რომ თუ გადახდის ფორმები გახდება უფრო თქვენთვის, ასე რომ ვთქვათ, დღეები გადმოიწევს და შემცირდება, ეს მნიშვნელოვან საოპერაციო ხარჯებში ეფექტურობას მოგცემთ და რაც შესაძლებელი გახდება, რომ ასე მოქმედეს. ლოგისტიკის ნაწილში თუმცა თქვენ ციფრებს რო შეხედოთ 9%-დან 11.5%-ამდეა გაზრდილი. 25-ში დავიწყეთ აღნიშნული პროექტი. 25 ციფრი არ მაქვს და აქ თუ რამე ოპტიმიზაციას შეძლებს, კარგი იქნება. კარგით, მადლობა დიდი. ბატონო ზურა, თქვენს კომპანიის შესახებ გითხართ, როგორც თქვენ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ზურა ბლომსაძე. მე არ წარმოვადგენ დისტრიბუტორს, მე წარმოვადგენ წარმოებელს, მონდელი საქართველოს დირექტორი გახლავართ. საქართველოში ჩვენ დისტრიბუციას, არ ვაწარმოებთ. ყავს პარტნიორი კომპანია, რომელი პარტნიორი კომპანიაც აწარმოებს დისტრიბუციას. მონდელი საქართველოს, აწარმოებს ესე რომ ვთქვათ, შოკოლადს და პეჩენიას და როგორი ბრენდებიც არის სიტყვაზე მილკა, ორეო და ასე შემდეგ. ამაზე ესე რომ ვთქვათ, რომ დისტრიბუციას აწარმოებდეს მონდელი საქართველო არ აწარმოებს. მონდელი საქართველო აწარმოებს ძირითადად ფოკუსირებული არის იმით, რომ მარტო საქართველოში არ შემოიტანოს და არ გაყიდოს პროდუქტი, ასევე საქართველოსთან შემოიტანოს და გაყიდოს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც არის სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი და მონღოლეთი. ესე რომ ვთქვათ. ასე რომ თუ რამე კარგი, თქვენი წარმოების რა ნაწილი არის რეალიზაცია ხდება საქართველოში, კარგი, რადგანაც ექსპორტსაც აწარმოებთ და ადგილობრივ ბაზარზე რა წილი არის? გეტყვით ეხლავე, ეს წლიდან წლამდე იცვლება. იცვლება იქიდან გამომდინარე. უნდა ახლობებით. გეტყვით, 2025 წელს თუ ავიღებთ, 25 წლის ქვეყნის და გარი გაყიდვა იყო 80-20, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან გულისხმობ იანვარ-თებერვალს ეს 60-40 უკვე. 80 იყო ადგილობრივი და 20% იყო ექსპორტი. დღევანდელი გადმოსახედიდან იანვარი-თებერვალის ფაქტი არის. თქვენ მზადებით წარმოებელი და მაინტერესებს როგორ ხდება პროდუქციის რეალიზაცია თქვენ შემთხვევაში, დისტრიბუტორებთან მუშაობთ თუ ყავს პარტნიორი, დისტრიბუტორი, რომელთანაც თანამშრომლობთ და ხიდით პროდუქცია ასე რომ ვთქვათ, თანამშრომლობთ. და თქვენი პროდუქციის გროს პროფიტის დონეზე რო ვისაუბროთ, რა ციფრს უყურებთ? ანუ
ანუ გულისხმობ მონდელი საქართველოს, რა დიახ, თქმა უნდა, ხო? ხო, ადგილობრივ წარმოებას. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია გააჩინა რომელ კატეგორიაზე როგორ. და სხვადასხვა კატეგორიაზე, იმიტომ ძალიან შერეულ კატეგორიას ვყიდით რა, საღიჭირისგან დაწყებული, ჩიფსით დამთავრებული და ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ სხვადასხვა კატეგორიული ჯგუფი სხვადასხვა რა, სხვადასხვა. რასაც შეეხება gross profit, კონკრეტულად პროცენტზე თუა საუბარი, ანუ 20-დან 25% საშუალო შეწონილი გულისხმობ შოკოლადიდან დაწყებული ჩიფსი. დიახ, საშუალო შეწონილი. ხო, თქვენ მას ციფრებს რო შევხედოთ 24 წელს 18% იყო და 23 წელს 30 და ცოტა ეს არის გეტყვით რატომაც რა ძალიან დიდი მნიშვნელოვანია ის რომ სხვადასხვა კატეგორია გააჩნია როგორი ყიდება სხვადასხვა კატეგორია რა იმიტომ შოკოლადის კატეგორიას თუ შეხედავ ამ შემთხვევაში ძალიან ანუ შეიძლება 10% იყოს რა შეხედავთ კატეგორიას ბისკვიტის ცოტა სხვა იქნება და შეწონილს თუ შევხედავთ ეგრეა ხო, თუმცა აი მე მაგალითად საოპერაციო ხარჯები თქვენი იმისა რომ გავშუქოთ თუ აი საერთო ჯამში ხომ მონდელი საქართველოსზე ვსაუბრობთ? დიახ, მონდელი საქართველოს თქვენზე ვსაუბრობთ 1.7% არის მთლიანი საოპერაციო ხარჯი და მათ შორის აქედან თითქმის 7% არის 7-8% არის მარკეტინგის და ასე რომ ვთქვათ გაყიდვების ხარჯი და ეს ადგილობრივ ბაზარზე ხო და თქვენ შემთხვევაში თვითონ გაყიდვების მექანიზმი როგორ არის რომ აგვიხსნათ საქართველოში ხო რა პროცესებით რომ გავიგეთ დისტრიბუტორთან გაქვთ ურთიერთობა და რა სახის ურთიერთობა გაქვთ ხო რომ ულახდიდად გითხრათ რა ისა თქვენი მარჟები არ არის განსაკუთრებული დიდი ვიტყვი რომ gross profit-ის დონეზე ანუ საერთო მოგების დონეზე 18%-ია და საოპერაციო დონეზე არის 12% ანუ EBITDA-ს მარჟა არის სადღაც 6% რაც მეტნაკლებად ნორმალურია ხო და მაინტერესებს აი პროცესები როგორ აქვს დალაგებული რადგანაც ეს მნიშვნელოვანია რომ ხედავ რომ რაღაცები სწორად არის დალაგებული და გვინდა რომ გაგვიზიაროთ ეს გეტყვით გაგიზიარებთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მარტო ის არის პროდუქტი შემოიტანო და გაყიდო რა მნიშვნელოვანია ძალიან პარტნიორი როგორ მუშაობს და დეტალურად წლის განმავლობაში არაერთხელ ერთხელ სტრატეგიულად როგორ მივდივართ შემდეგ წელს რა თქმა უნდა მაგრამ მეორე კუთხით კვარტალში ერთხელ რა თქმა უნდა შეხვედრები და როგორი ფორმით შეიძლება წავიდეთ სად როგორ და რანაირად გულისხმობ რა ხდება თვითონ ბაზარზე რა საქართველოს ბაზარზე ანუ გაწერილი სტრატეგია ანუ წელიწადში ერთხელ იწერება სტრატეგია ამ სტრატეგიას მიყვება პარტნიორი და კვარტალში ერთხელ უზიარებთ ერთმანეთს როგორ ფორმით ვართ იმასთან მიმართებაში თუ რა სტრატეგია ქონდა დაწერილი წინ დაწერილი წლის დასაწყისში თუ რამე კორექტირება არის საშუალება გამომდინარე ეს იქნება საოპერაციო კუთხე ეს იქნება მარკეტინგული კუთხე ეს იქნება ანუ სახელმწიფო კუთხე ჩვენ რეკომენდაციას რა თქმა უნდა რეკომენდაციის დონეზე ყველაფერს ვაძლევთ ჩვენ პარტნიორს და 90% ამ რეკომენდაციას რასაც უყურებთ ყველაფერს ღებულობს ერთადერთი ხაზი რასაც მინდა გაუსვა რა ბატონო შოთა ეს არის ბოლო 2 წლის განმავლობაში კი რა თქმა უნდა ანუ ფასების მატება გამოწვეული არის ჩვენ შემთხვევაში ამ შემთხვევაში წარმოებელი შემთხვევაში გულისხმობ ანუ შოკოლადის ესე ვთქვათ მარცვლის ღირებულების დაზე თუ იყო სიტყვაზე 1 გახდა 5 მაგრამ ეს 5 გახდა ეგრევე ნედლეულის ღირებულების დაზე ასე რომ ვთქვათ და ეს ნედლეული ძირითადად იმპორტული არის ხო კარგი ეხლა აქვე მინდა გითხოთ აი თქვენ შემთხვევაში აი ურთიერთობებში დისტრიბუტორებთან ამ შემთხვევაში გადახდის ფორმები როგორ არის რამდენ ხანში ხდება პროდუქციაზე საშუალოდ დისტრიბუტორი რამდენ ხანში ხდება ან მონდელის ამ შემთხვევაში დისტრიბუტორი ანუ არსებობს შეთანხმება 40 დღიანი კონსიგნატ ასე ვთქვათ დებიტორულ და 40 დღის განმავლობაში 40 დღე აქ მონდელი საქართველოსთან საკრედიტო ხაზი ჩვენს პარტნიორს. კარგით. რა თქმა უნდა, წლის ბოლო სექტემბრიდან დეკემბრამდე არის სეზონური, სეზონი ამ